საბადს გავაკეთე. რა, სამაცნობელი არ დაგორდა. აღსრულების ეროვნული ბიურო ეწევა დღეს ნამდვილ საბოტაჟს მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ, ვინაიდან იღებს უკანონო გადაწყვეტილებებს, საავსრულებლო პროცესები არის დაწყებული უკანონოდ, მოსახლეობას ასახლებენ ბინებიდან სრულიად უკანონოდ. ამის ნათელი დასტური არის რამაზ ჯალალაშვილის ფაქტი. ეს არის აღსრულების ფურცელი, დღეს 10 საათზე დაიწყო უკანონო გამოსახლება და ამ აღსრულების ფურცელში ასად არის დაფიქსირებული, რომ მოქალაქე უნდა გამოესახლათ სახლიდან. ჩვენ შევხვდით ხელმძღვანელობას, ჩავაყენეთ საქმის ყურში და გავაფრთხილეთ, რომ ისინი ძალიან მკაცრად იქნებიან დაჟილები კანონის მთელი სიმკაცრით. ვინაიდან ჩვენ პროკურატურაში შეგვაქვს დღეს საჩივარი, ვინაიდან სახეზეა სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, რეალურად ეს ხალხი კარგად მოგეხსენება თქვენ რა ქმედებებს ახორციელებთ და აღსრულების ბიურო მაესტროს ქართუს მიმართ, გლობალ ტივის მიმართ და გონიათ კიდევ სააკაშვილის რეჟიმის პირობებში უწევთ მუშაობა. დღეს ეწირება მათ უკანონო გადაწყვეტილებას რამაზ ჯალალაშვილის ოჯახი, აი ამ აღსრულების ფურცელში სადაც არ არის დაფიქსირებული, რომ გამოსახლება უნდა მოხდეს და ჩვენ ვითხოვთ თელა წოლუკიანისგან, რომ იგი გაერკვას ამ სიტუაციაში, როგორც ჩანს, ჯერჯერობით ამათვის ვერ მოიცალა ამ პიროვნებამ, მაგრამ საჭირო არის, რომ ამაზე იქნას აუცილებლად რეაგირება მოხდეს და დაჟილი იქნას ხელმძღვანელობა აი ამ უკანონო გადაწყვეტილებების გამო, რომელიც საერთოდ ხორციელდება. ჩემ ოჯახს ასახლებენ უკანონოდ. კონკრეტულად აღმასრულებელი ზვიად კომლაძე აჭარბებს თავის უფლებამოსილებას და თავისი, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილებით ისე რომ მან ასე ჩათვალა, რომ უნდა გამოვესახლებინათ, მოვიდა და გვასახლებს უკანონოდ. ჩემი მთელი ოჯახი სამარცხვინო და ის უნდა გაყაროს გარეთ ახლა. მაგის უფლება არ ქონდა, იმიტომ რომ მოსამართლეს მაგისთვის არ უთქვია, რომ შენ უნდა წახვიდე და გამოასახლო. ამან აიღო თავის თავზე ამ ადამიანმა. და ამას სასამართლოს მიმართა ბატონმა კომლაძემ, რომ განმიმარტეთო, უნდა გამოვასახლო თუ არაო. სასამართლომ პასუხი საერთოდ არ გასცა ბატონ კომლაძე და ბატონმა კომლაძემ თვითონ ჩათვალა საჭიროდ, რომ უნდა მისულიყო და გამოესახლებინა ჩემი ოჯახი და ჩემი ავადმყოფი დედა გარეთ უნდა გამოეგდო. გამოსახლების პროცესი მიმდინარეობს და ეს ხალხსახადი კანონიერია, იმ მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ ბატონ ჯალალაშვილს არ აქვს რაიმე საფრთხეებულება წარმოქმნილი, რომელსაც დადასტურებულს, რომ ჩვენს მიერ განხორციელებული ან განსახორციელებელი მოქმედება უკანონოა. ბატონ რამაზ და პეიტორს შორის არსებობდა მორიგება, ამ მორიგებაზე შედგა სასამართლო პროცესი, სასამართლო არაერთი მოუარიგა და გადაწყდა ბატონ რამაზ პეიტორისათვის 2002 წლის 31 დეკემბრამდე უნდა გადაეხადა 2300 ამერიკული $100. ბატონმა რამაზმა ეს თანხა კანონით დადგენილი წესით და ამ მორიგებაში არსებული წესის თანახმად ვერ შეასრულა, გასულია თითქმის 10 წელი. ბატონმა რამაზმა უკვე შემდგომში იჩივლა როგორც სასამართლოში, ასევე აღსრულების ეროვნულ ბიუროში მომართა საჩივრით, მაგრამ რაიმე სახის წერილობითი მტკიცებულება, რომ მას კრედიტორისათვის თანხა გადახდილი აქვს, მსგავსი მტკიცებულება არ არსებობს. აქედან გამომდინარე, აღსრულების შემდგომი პროცედურები, გამოსახლების პროცედურები თავისთავად გაგრძელდება. $2300 სანაცვლოდ ბინა უნდა დაცალოს ბატონმა რამაზმა. დიახ.